რეკორდული შემოსავლების შემდეგ წერს ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტიდან შემოსავლების 22%-იანი კლებაა. უფრო დიდია დანაკლისი ქართული ღვინის მთავარ ბაზარზე. რუსეთში ექსპორტი თითქმის 35%-ით არის შემცირებული. რატომ მცირდება ქართული ღვინის გაყიდვები, რომელიც ბოლო წლებში რეკორდულად იზრდებოდა? ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროს გიორგი სამანიშვილს ვკითხეთ. სამანიშვილი კლების მიზეზად გასულ წელს რუსეთში აქციზის გადასახადის გასამაგებას ასახელებს. 2024 წლის მაისიდან აქციზი რომ იზრდებოდა, ქართულმა კომპანიებმა 2023 წლის ბოლოსვე იცოდნენ და ცდილობდნენ რუსულ ბაზარზე რაც შეიძლება მეტი ღვინის შეტანა მოესწროთ. უმრავლესობა ექსპერტები თანხმდებიან, რომ კლება იყო გამოწვეული იმის გამო, წელს რომ შარშან აქციზის და საბაჟო მოსაკრებელის გაზის გამო გადაიზიდა იმაზე დიდი რაოდენობით ღვინო, ვიდრე თქვათ ნორმალურ პირობებში გაიყიდებოდა. შესაბამისად მე ველოდები, რომ წელს კლება გაგრძელდება, იმიტომ რომ შარშან იმდენი ღვინო წაიღეს, იმის შესაბამისად წაიღეს, რომ შარშანაც გაიყიდათ და წელსაც გაიყიდათ ღვინო. ანუ წლის ბოლომდე შარშანთან შედარებით კლება გვექნება, მაგრამ შარშანს კიდევ ალბათ გაუსწორდება, მე ცოტა კლება მატება წინა წელსაც იყო. მოკეთ ჯამში თუ ბოლო 5 წელს ავიღებთ, ალბათ დიდ სხვაობას მე პირადად არ ველოდები, ასე ჯერ არ ვიტყვი, რომ არ ვიტყოდი, რომ ეს ტენდენცია არის კლების რუსეთის პასუხი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 6 თვეში თითქმის 122 მილიონ დოლარამდე შემცირდა ღვინის ექსპორტი. აქედან 73 მილიონი დოლარის ღვინო რუსეთში გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ გაყიდული ღვინის 60% რუსეთში გავიდა. ბოლო 5 წელში ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვები 53%-ით გაიზარდა. ასე მაგალითად, თუ 2020 წელს თითქმის 120 მილიონი დოლარის ღვინო გავყიდეთ, შაშან გაყიდვები 183 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. გაყიდვებთან ერთად ბუნებრივია გაიზარდა რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში და 66%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულ ღვინოზე ემბარგო მოიხსნა, რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის კომპანია რთველისის მმართველი პარტნიორი თორნიკე ჭიკაძე გვეუბნება, რომ აქციზის გამო ექსპორტიორებმა რუსეთში შაშან ჭარბად შეიტანეს ღვინო, ამიტომ ბუნებრივია, რომ 2024 წლის მაჩვენებელთან კლება. ექსპორტი თუნდაც რუსეთის ბაზარზე, რაც იყო 2022-ში იყო რეკორდული, რომელიც 100% უკავშირდებოდა სააქციზო გადასახადის გას. აქედან გამომდინარე მოხდა მინიმუმ პლუს 5-6 თვის მარაგების შევსება. ეს არის ძალიან დიდი ციფრი და ეს არ უკავშირდებოდა გაყიდვების ზრდას ზოგადად ბაზარზე, არამედ უკავშირდებოდა თანხების ეკონომიის მიზნით პროდუქციის შეტანას და ეს არის ლოგიკურიც. თუ ჩვენ გავედით 2023 წლის და 22 წლის დინამიკაზე იმ ფონზე, რომ 2 უმსხვილეს ჩვენ იმპორტიორ ქვეყანაში არის საომარი ვითარება, მე ვფიქრობ, ეს გამურად სექტორისთვის იქნება კარგი ბალანსი. ქართული ოცნების მთავრობა ღვინის ექსპორტიდან გაზრდილი შემოსავლებით ხშირად იწონებს თავს და ამას საკუთარ სწორ პოლიტიკას მიაწერს. თუმცა ბოლო წლებში რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდას ხელი იმანად შეუწყო, რომ კრემლმა ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებულად დიდი აქციზი დაუწესა. ამან ქართულ ღვინოზე, რომელსაც არამეგობრული ქვეყნების მიმართ გატარებული ზომები არ შეხებია, მოთხოვნა გაზარდა. ბოლო 5 წელში ღვინის ექსპორტიდან შემოსავლები 210 მილიონი დოლარიდან 276 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მართალია ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში იყიდება, თუმცა დაბალ ფასად. ეროვნული ბანკის ინფორმაციით საქართველოს საექსპორტო ფასები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბალია, ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში კი შედარებით მაღალი. შაშან ამერიკაში 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი $6, გერმანიაში $4.6, ჩინეთში $3.5, ხოლო რუსეთში $2.7 იყო. ფაფრის ველი მცირე კომპანია, რომელსაც დაახლოებით 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ბიოწარმოება აქვს. მისი დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, რომ მთავრობას უფრო ინტენსიურად უნდა ემუშავა ევროპის ბაზრების ათვისებაზე. ქურდაძის თქმით, არც ღვინის პოპულარიზაციაზე დახარჯული ფულია საკმარისი. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელით ცნობილ სახელმწიფო პროგრამაზე წელს 17 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს. როა გაშვებული საკმაოდ დიდი. ჩვენი ქვეყნის მიერ რომ ინტენსიურად ათვისებულიყო დასავლეთის ბაზრები. კი, რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ის მასშტაბი არ იყო საკმარისი და უფრო ინტენსიურად უნდა ემუშავა ქართულ ღვინოს დასავლეთის ბაზარზე შესაძლებლად. ესე უცებ ახლა გადაწყობა დასავლეთის ბაზარზე. ფაქტიურად შეუძლებელია, ძალიან ძნელია. ღვინის ეროვნული სააგენტო კი აკეთებს, ვერ გაისაქმეს, მაგრამ ბიუჯეტი, რომელიც მას აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, თუ არ მეშლება რაღაც 15 მილიონი ლარის პარკლებში. ეს თანხა
არის ის თანხა, რასაც ნებისმიერი კარგი დონის ღვინის ბრენდი ხარჯავს რამოდენიმე ქვეყანაში მარკეტინგისთვის. და აი ამ მინიმალური თანხით დავიწყოთ მთელი მსოფლიო და გავაკეთოთ პოპულარიზაცია ქართული ღვინის აბსოლუტურად არარეალურია. დიდი ხანია მთავრობა ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიკაციაზე მუშაობს, რასაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის, ამერიკის, ჩინეთის ბაზრებზე გაყიდვების ზრდა უნდა მოყვას. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულები ხვდებით და რიტორიკის დონეზე გამოცხადებული სტრატეგიული ბაზრების წილი გაყიდვებში კვლავ დაბალია. რუსეთი, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საფრთხეა, ამას 2006-12 წლების გამოცდილებაც მოწმობს. როცა კრემლში ტრადიციულ მეთოდს მიმართეს და სანიტარული ნორმების საბაბით ექსპორტი აგვიკრძალეს. 60% და მეტი დამოკიდებულების პირობებში მუდამ არსებობს საფრთხე, რომ კრემლი ემბარგოს ნებისმიერ დროს ამოქმედებს და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიას გააჩერებს.